წრეფულში გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იმერეთის გუბერნატორთან და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ენერგეტიკის მინისტრმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანიც აანთო. გაზიფიცირების პირველ ეტაპზე ტყიბულში 900 მეტრიანი დაბალი წნევის გასადენი აშენდა. გახორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის მოხმარებას 140 ოჯახი შეძლებს. დღეისათვის კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი აბონენტების გაზგამონაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პარალელურად იწყება ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპით, რომელიც ივნისში დასრულდება. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა დამატებით კიდევ 5000-მდე ოჯახს მიეცემა. დავასრულეთ გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც არის გაყოფილი 3 ეტაპად. პირველი ეტაპი ამ სამუშაოების არის დასრულებული და დაახლოებით 245 ოჯახს ექნება საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. მეორე ეტაპი იქნება დასრულებული მაისის ბოლოს და შემდეგ უკვე მესამე ეტაპი იქნება სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც იქნება დაწყებული.